მე ვარ თინა თინათიძე, წიგნის კლუბის კონსულტანტი და ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდი სკოლებში, რათა შეგვიქმნა პროგრამა ინდივიდუალური მკითხველთა კლუბის. ეს პროგრამა შედგენილი არის ძალიან სახალისო აქტივობებით. ეს არის კითხვის პროცესი, რომელსაც ნაკლებ დროს უთმობდით შედარებით და უფრო მეტ დროს უთმობდით შემოქმედებით პროცესებს, რასაც შედიოდა მინი სპექტაკლების დადგმა, ვიდეო კოლაჟების გაკეთება, ინდივიდუალური მაკეტების შექმნა იმ თემებთან დაკავშირებით, რაც წიგნებსაც ვამუშავებდით. ყველაზე მთავარი პრინციპი წიგნის კლუბის იყო ის, რომ წიგნები შერჩეული ყოფილიყო ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე, რაც ძალიან ზრდიდა მართ ჩართულობას მერე უკვე შემდგომ განხორციელებულ აქტივობებში. ამ პროექტის ფარგლებში ორიენტირი არ იყო მხოლოდ ბავშვებთან მუშაობა, არამედ მასწავლებლების გაძლიერება, რომელთაც უკვე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და პროექტის ბოლოს თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ მასწავლებლებმა ზუსტად ის შეძლეს, რაც პროექტის დასაწყისში ჰქონდა მისნად, რომ ისინი ზუსტად ამ განსხვავებული მიდგომებით თავისუფალ გარემოში, არაჩაკეტილ გარემოში სთავაზობდნენ ამ აქტივობების განხორციელების საშუალებას. წიგნის კლუბში მიღებული ინფორმაცია, გამოცდილებები, ახალი ტიპის შემეცნებითი აქტივობების გაცნობა დაეხმარება მათ და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრს უკვე დაეხმარა, უფრო ადვილად ადაპტირდეს გარემოში და ადვილად მოახდინოს სოციალიზაცია, რადგან თუნდაც სალაპარაკო თემა და თუნდაც ის ნაწილი, რასაც წიგნები ზოგადად ჩვენ გვაძლევს, მიეცათ მათაც და შეეძლოთ თანატოლებთან სულ სხვა ტიპის დიალოგების წარმოქმნა. მე ვარ გიორგი საკანოლიძე, 17 წლის სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში და ვარ მე-10 კლასში. კითხველთა ჯგუფში მე ჩავერთვე წელს სექტემბერში. ჩვენ ამ კითხვის კლუბში ბავშვები სხვადასხვა ნაშრომებს ვეცნობთ და განვიხილავთ. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით ერთმანეთთან ამ წიგნებმა დაკავშირდეს და ძალიან სასიამოვნოა. მე ვეთყოდი სხვა უსინათლო ადამიანებს, რომ ისინი არ დანებდნენ და განათლება მიიღონ, ხელი არ ჩაიქნიონ, მათ იშრომონ ბევრი და ყველაფერი გამოვათ მომდიობაიბე. განვიჯებათ ლევარ ივანი პერიცენ ვსწავლობ იმას მესამე საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობდნენ დასმენადებული ბავშვი. მე განსაკუთრებით ვიყვარ სპორტი. რუები არიან სპორტში ჩართულები. ჩვენ დავამზადეთ პატარა ბროშურა, სადაც ჩვენ სკოლის ფარგლებში ჩვენ თვითონ დავაკეთეთ. ეს შეეხება ფეხბურთს, სადაც არის ფეხბურთთან დაკავშირებული სიტყვები, ჩვენ გვაქვს დაწერილი ქართულად და თავისთავად ქართულ ჟესტურ ბაქტერიით. ჩვენ დავამზადეთ საინტერესო და ყველასთვის სასიამოვნო ფეხბურთის მაკეტი, სტადიონის მაკეტი. ჩვენი ხელებით გავაკეთეთ ეს, რომელმაც ძალიან დიდი мотиваცია მოხვდა და ძალიან საინტერესო იყო ამასთან მუშაობა. გადავწყვიტეთ აღო საქართველოს პორტუგალიის მატჩში. მე მიყვარს საერთოდ სპორტი, მაგრამ განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფეხბურთი. როცა უყურებ ამ თამაშს, აი რომ გაიტანენ ჩვენები, გოს ძალიან გვეხარ, მე ხარია. როცა წავაგებს, რა თქმა უნდა, ვწყის. ჩემ გულს ქვია მერანი. მე ვთამაშობ მე-16 ნომრით. მე ვარ შემტევი. მოლაპარაკე ბავშვებიც არიან ჩემთან და ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა არაფერში თავისუფლად ურთიერთობთ ყველანაირად. რო გაიგებენ მე რო ყრუ ვარ, არ არის პრობლემა, მაინც თავისუფლად თამაშობ. ჩემი რჩევა იქნება სხვა ბავშვების მიმართ, რომ მონაწილეობა მიიღონ და იყვნენ კითხვის კლუბში და საერთოდ საზოგადოებაში იყვნენ ჩართულები. ამ კითხვის კლუბში ბავშვებმა მიიღეს როგორი სივრცე, იცი საკლასო ოთახის სივრცე კი არა, უფრო გაიშანენ, უფრო გარემო სხვანაირი გარემო ჰქონდათ ბავშვებს. ვიმედოვნებ, რომ ისევ გავაგზავნებ თანამშრომლობას. ჩვენი ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, შედეგით სახეზე გვაქვს, აგერ რაც იყო ახლა ივანემ რაც ისაუბრა და იმედია რომ გაგრძელდება ეს პროექტი და
დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენ ჩვენი ბავშვების ადაპტაციისთვის საზოგადოებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენისთვის.